Hi, მოგესალმებით, მე მარიკო და ვინა ვართ კიდე არავინ, მე და მარიკო მოგესალმებით. დღესაც როგორც ხედავთ სახლში ვარ. და მარიკოს წამყვანი ყავს, წამომყვანი არ ყავს, შესაბამისად ბაღში ვერ დადის. შორს ბაღი, მაგ მხრივ არის ცუდი, რომ ვერ მყავს რა. უბრალოდ წაყვანით ვინმე რო წაიყვანოს, შორს არის წამომყვანი რო არა ყავს ეგ არის. ეხა გვერო იყო გადაიყვანდნენ, გადმოიყვანდნენ ვინმე ნებისმიერს, ვისაც გააგზავნით. მოკლედ გუშინ მარიკოს მოუნდა ბურბუხელა და მამამისმა უყანა, რავი, რამდენ კილოიანი ხალხო. და სიმართლე გითხრათ, ძალიან მიყვარს, რაღა დაგიმალოთ. ყვითელითა და წითელით. შენ მიირთვი საკვებიდან? ბურთულებიც კი აქვს წითელი. შეიძლება ხო რომ მივირთვა, ბევრი გაგდე? ძალიან მიყვარს. პინ. თან რაღაცნაირად ტკბილია, ნაწილაკები გვხვდება რაღაცნაირად და ძალიან მომწონს. საკმაოდ გვიან დაიწყო ჩვენი დილა. იმიტომ რომ მთელი ღამე ბალიშზე თავი არ დამადებინა ისე მახვდა. დილიც და ჩამეცინა. ესეთ ამას არ მომივიცნობ. წინ. ჩემი სახლი მალე ფეხს აიდგავს და გაიქცე. წინ. რადოც გაიქცევა. გუშინ ხო თქვი არ დამეჭა. გუშინ ჩემს ვიდეოს მოყვა საოცარი კომენტარები და ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ვინც გაიზიარეთ ჩემი ემოციები. ვინც მომწერეთ თქვენი აზრი, ვინც პირადში მომწერეთ. დედა. დამწვების დიდები რაც არის არ მინდა. დედი ეგ დამწვარი არ არის, ეგ არის შემწვარი დე. და ძალიან გემრიელი, დამწვარი არ არის და. ყველას გიხდით ძალიან დიდ მადლობას. ყველას გულისხმერებისათვის. იმისათვის რომ არ დაიზარეთ, მომწერეთ. კომენტარი იქნება თუ პირადი თუ რა ვიცი, ყველგან ძალიან დიდი მადლობა. ყველას დიდი მადლობა. ყველას კომენტარი გავიაზრე ბარიატრიასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ ვიტყვი, რომ ადვილი გზა არის. რეაბილიტაცია ნამდვილად არ არის მარტივი. მარტივი არის ის კლება, რომ მიდის და გემარტივება. თორე გზა, თვითონ გზა, ვერანაირად ვერ იქნება მარტივი. ვერანაირად. ფაქტობრივად შენი ცხოვრება იცვლება თავიდან ბოლომდე და ეს მარტივი ვერ იქნება. სხვადასხვა ძალიან ბევრი წერთ, რომ რაღაცნაირად ძალიან აბერებს ეს ბარიატრია იმ ადამიანებს, ვინც გაიკეთეს, ნაწილობრივ გარკვეულ ადამიანებს გეთანხმებით, ალბათ ვისაც უსაშველო დიდი წონა ჰქონდა და თითქოს სახე მოუჭკნათ ის ზედმეტი რაც არის ახლა.
ხვდებით და ამიტომ ფიქრობთ რომ მობერდნენ რეალურად მაგას რა თქმა უნდა მე უნდა ოპერაციები რაღაცები რომ ჩადგეს ყველაფერი ნორმის ფარგლებში რატო არ მიირთმევ მარია ბებოსთან უნდა გაგიშვა მიირთვიდე მიდი ჩემო სიცოცხლე მიირთვი ძალიან ბევრი იკეთებს მერე შემდგომ ოპერაციას ასეთ მეტი აღარ მინდა ასეთ მეტი კანი რომ იკიდებათ მერე ხელზე ასე რომ მარტივი გზა ვერ იქნება გეთანხმებით იმაში რომ არ მაქვს საგანგაშო წონა რომ გავიკეთო მაგაში ორი აზრი არ არის გეთანხმებით ორივე ხელი ამიწევია უბრალოდ ემოციურად დავიღალე სულ ეს არის და მოკლედ თუმცა თუ გავიაზრებთ შემდეგ ჯანმრთელობადე მიირთვი რა თუ გიყვარდე დედი თუ გავიაზრებთ იმას რამ ხელაგზის გავლა გიწევს ამაზე დაფიქრება რა თქმა უნდა ღირს და რომ წერთ ბუნებრივია და გეთანხმებით აბსოლუტურად ყველას რომ ასია და ამაზე დაფიქრება არის აუცილებელი თუმცა როცა აფექტში ხარ ხალატობს ნერვები შენი ემოციები არის რავი ცაში ასული რაღაცნაირად აღარ გინდა არაფერი გარდა იმისა რომ გაიკეთო და დაასრულო ეს ჭიდაობა ასე ვთქვათ თუმცა ძალიან კარგად ვიაზრებ იმასაც რომ ფინანსურად ძალიან ძვირი ჩდება არიან ადამიანები ვისაც დაუფინანსდათ სრულად არიან ვისაც არ დაუფინანსდათ არიან ადამიანები ვისაც ნაწილი დაუფინანსდათ ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცით ლარით დამაფინანსები აი ზუსტად ვიცი კიმა რომ ნახოს და კონსულტაციაზე მივიდა მეტყვის რომ წადიშვილო რა შეზღუდე ყვება და დავი აფიბა რატომ ისეთი ამინდია გარეთ თითქოს უნდა მოთხოვს ე ბუქსო რო იძახიან ხვეც ზუსტად ეგეთი ამინდია ძირითადი ვიდეოები დამჯდარ პოზიციაში ბოლო ჩემი ჩაწოლის დღიდან აი როგორ არ იცით ხოხვით რო ადგები რო ხალხი შიმშილით არ მოკვა აი შემოდი ესე იგი ანტიბიოტიკებზე გავაგზავნე იმიტომ რომ ვერ გამოვდივარ ვერაფრით მდგომარეობიდან და ასე ვთქვათ უნდა მივახმარო სხვა გზა უბრალოდ არ მაქვს ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან არა და ექიმა თქვა რომ ანტიბიოტიკები არ არის ამ დროს საჭირო მაგრამ ვერ გამოვდივარ მე მის ფუფუნება არ მაქვს 3 კვირა სახლში ვიწვე შესაბამისად ისედაც ძალიან დიდი დღეებია რაც ვაცდენ სამსახურს ჩემთვის არის ძალიან რთული ამბავი ხო და დროზე უნდა დავდგე ფეხზე ზოგადად ვინც მუშაობთ იცით რომ ძალიან რთულია როცა ამდენი დღე სამსახურს აცდენ ხო დაიგეგმა კორპორატიული რაც ძალიან მიხარია ხო და რა თქმა უნდა ხა იქამდე ბარიატრია ვერ მოესწრება ხო და ცოტა რომ გამოცოცხლდები უკვე მინდა რომ დავიწყო კალორიული დეფიციტი ან რა ვიცი ნებისმიერი უბრალოდ რამე დავიწყო უნდა აუცილებლად რომ კორპორატიულისთვის ვიყო ფორმაში ყოველ შემთხვევაში იმდენს თუ ვერ დავიკლებ რამდენიც მინდა ესე მოთხრაშული არ ვიყო ანუ ხო ხვდები რაღაც მოთხრაშული რომ ხარ
ორი დღეც რო ვცვლი ხოლმე გოგოებო კვებას და ვარ იმ კვებაზე, რომელზეც უნდა ვიყო, მეტყობა, ანუ რაღაცნაირად მეტყობა მით უფრო სახეზე და გარშემოწერილობა მუცელზე და ანუ ყველაფერზე ძალიან მარტივად მეტყობა. ამიტომ აუცილებლად უნდა დავიწყო. ხა და ერთად ავარჩიოთ კაბების მეტი რამ მაქვს ხალხო, მაგრამ სამწუხაროდ ამ წონაზე კაბები არ ჩამეტევა. ხო და უნდა წავიდეთ მერე და ვიყიდოთ კაბა თუ არა, შარვალი და რამე ზედა მინდა. რო ვიყიდო. არ ვიცი რა, მოკლედ რა მინდა. გაჩნია რამდენი კილო დამაკლდება იქამდე, როდის დავიწყებ, ანუ ხო ხვდებით თუ შევატყერო, ისე მუფლაშული ვარ და არ ვარ ისე როგორც მე მინდა და ცოტა მუფლაშული ვარ პროსწორად. ჩავიცავ შარვალს და რამე ზედას ვიყიდი თუ არა და მინდა რომ კაბა მეცოს ის კაბა რომელიც სახლში მაგ დავგიჟდები, მაგრამ ის წონა ვერ მოესწრება იქამ. ხა თუ იშიმშილე ხო და შიმშილი ნამდვილად არ მინდა. დაასრულე ჭამა? რას ელოდები? მიდი დედიკო სიყვარულო, მიდი. ხო და რას მირჩევთ? რომელი ფერს მივანიჭოთ უპირატესობა? ძალიან მიხდება წითელი ფერი, ანუ აი წითელი ფერი მიხდება ძალიან. მიხდება იასამნის ფერი და ძალიან მიხდება შავი. მაგრამ ახლა ნახეთ. საქართველოში ხშირ შემთხვევაში გვაცვია ხოლმე შავი, აი სადმე რესტორანში ძალიან ვანიჭებთ, ასე ვთქვათ, უპირატესობას შავს და მე ესე გამოდის ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში რესტორანში შავია ძალიან ისე დომინანტი ფერი. და მაგიტო არ მინდა. ანუ მეც შავი მეცოს, ამიტომ არ მინდა. ისედაც ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი შავს ჩაიცვამს და ამიტომაც არ მინდა. მე თქვენ ჩაგიგდებთ წინა კორპორატიულის ფოტოს, სადაც ვთვლი, რომ იდეალურ ტანზე ვიდექი. იმასთან შედარებით, რაც ახლა ვარ ხო საერთოდ, არც მოიაზრება, მაგრამ ანუ ხო ხვდებით. და ეს კაბა, რომელიც მეცვა დედამაჩუქას აბერძნეთში დავგიჟდები მაგ კაბაზე, ისე მიყვარს. რა თქმა უნდა, ხა მაგას ვეღარ ჩავიცვამ, სადღაც ჩავიცვამ. ეხა ერთ და იგივე კაბები. თუ არ მივლი. მივხვდი, რომ ამ დაგვარი სტილი ძალიან მიხდება თურმე. და აღმოვაჩინე ასევე ხერხი მუცლის ზონის დაფარვის. აი ეს ზემოდან რაც ქონდა რაღაცა პატარა შლეიფივით, მაგ კაბაშიც მუცელი მქონდა, რა თქმა უნდა, ამხელა არა. პაწეწუნა მუცელი მქონდა დარჩენილი, რაც ნუ ბუნებრივად გაქრებოდა, ხა ასე მალე ამხელა მუცელი. მაგრამ აი ეს კორსეტივით რაღაც რო ქონდა, ხო? რავი რა ქვია მაგას წინ, რაც ქონდა და უკანა ის, აი მაგ ზონას, პრობლემურ ზონას აბსოლუტურად ფარავდა და მივხვდი, რომ ძალიან ხშირად მსგავსი ტიპის კაბებს მივანიჭებს უპირატესობას მუცელი სულ რო გაქრეს. ანუ ძალიან მომწონს ამ დაგვარი სტილის კაბები თურმე. აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონს და სხვათა შორის ეგ ფერი კაბა რაღაცნაირად მოვიხდინე. მივხვდით იმისა, რომ რაღაცა ცოტა პრეტენზიული ფერია და თითქოს მეთქი იქნება არ მომიხდეს, ძალიან მომიხდა და კარე მქონდა მანდთან, ანუ შედარებით მოკლე მქონდა ვიდრე ახლა მაქვს. უფრო კარეში იყო უკვე რა, ისეთი მოკლე იყო და ვთვლი, რომ ძალიან კომფორტულად ვიყავი და ძალიან ბრჭყვიალა ფერი იყო რაღაცნაირი, განსხვავებული ფერი, რაც ძალიან მომეწონა. ხო და ესე დიდად მე კაბაზე სიარულის დრო არ მექნება, აი რაღაცა შაბათი კვირა თუ მივასკდები და რაღაცებს მოვძებნი. ხო და რა სტილის კაბას მირჩევთ თქვენ? შავი არ მინდა, არ განვიხილოთ შავი. აი რაც მე გითხარით და გაჩვენეთ კორპორატულზე რაც მეცვა,
აი ეს დაბლა რაც აქვს, აი მაგდაგვარი რაღაც მინდა. შეგვიძლია ვთქვათ, ვიყიდოთ რამე კაბა და ზუსტად მსგავსი რამ ჩავადგმევინოთ, არც ეგ არ არის, ხა ძალიან დიდი პრობლემა. 5 წუთში გაგიკეთებენ მაგას. მე ერთვი რა თუ შეიძლება ბებო გელოდება. რა იყო საყარელოდე? მოდი მოგეხმაროდე მომიწი თებში. თებში მომიწე. და ხო და წადი და მოიტანე ახალი მე რო დაგივარდა, რატო დაგივარდა? ფერს რაც შეეხება თუ ვიქნები ისეთ ვიძე როგორიც იმ ფოტოდან ცოტა არა მიშავს რა რო ვიყო ფოტოდან და რა ახლა როგორიც ვარ რა თქმა უნდა მივანიჭებ აუცილებლად რაღაცა ხასხასა ფერს უპირატესობას ეს იქნება წითელი შინდისფერი თუ რაღაცა მოკეთ ცოცხალი ფერი მინდა რომ მეცოს შავი ძალიან მომწონს შავი კაბები და ოქროსფერი სამკაულები ძალიან უხდება რა თქმა უნდა დეტალები და საერთოდ უცვლის მთელ ვიზუალს მაგრამ ნახოთ რა თქმა უნდა მარიკო არ მიმყავს ახლა მაგაზე ლაპარაკი უკვე ზედმეტია თან უკვე მარიკო გაიზარდა და მარტივად ვტოვებ ჩემებთან ამიტომ მამამისთან რა ვჭიმესთან დავტოვებ ამიტომ მე მახსოვს ადრე ვატარებდი ხოლმე ძალიან პატარა რო იყო და ვერსად ვტოვებდი და ძალიან მეხმარებოდნენ ჩემი თანამშრომლები ხო და უკვე იმას აქშია რომ ეს აღარ ესაჭიროება რომ წავიყვანო გადასარევად გაერთობა უბრალოდ ვთვლი რომ კორპორატიულზე კიდე კორპორატიულზე არ არის ბავშვისა ხო ჩაყლაპედეთ უბრალოდ მაშინ ცულებული ვიყავი მაშინ არ უნდა წავსულიყავი და შენ მითხარი ალექსანდრე როლამშენდება მაშინ წავიდე და მამას დავიკე რენდა ასე რომ ნახოთ მე მაქვს ერთი კაბა არის შავი და ხელზე აქვს ოქროსფერი დეტალები ულამაზესი დახვეწილი და უფრო ცოტა მაღალი გოგოსთვის არის გაიზეთ გადაჭრილი რასაც ქვია ცოტა მაღალი გოგოსათვის ულამაზესი კაბაა და მაგრამ არ მინდა შავია ერთი კაბა მაქვს რომელიც დედამ ჩამომიტანა საბერძნეთიდან არის ხალხო ულამაზესი ჩემი ოცნება იყო რომ მეთქი კორპორატიულ გვექნება ეს კაბა უნდა ჩავიცვადო საკუთარ თავს ვერ ავუსრულე სამწუხაროდ რადგან ჭამას მის მოყვარული ადამიანი გახლავართ და რა თქმა უნდა აი მაშინ რო კარგად გამოვიყურებოდი ცოტა პატარა მქონდა ანუ 1-3 კილო ჭირდებოდა კიდევ რომ სრულყოფილად ჩამეცვა ჰადედიკო ახლა რა თქმა უნდა 3-ც მინდა და კაი ბევრიც მაგრამ მაშინ ასე იყო ულამაზესი კაბა არსად არ ჩავიცვამს ის კაბა იმიტომ რომ ვერ ჩავიცვი კიდე 3 კილო მინდა და ესე დიდად მაინც არ მიჩვენებია თქვენთვის აი ისეთი ლამაზი ჩემ თავს პირდები რომ იმ კაბას აუცილებლად ჩავიცმევ ახლა ჩავიცმევ კორპორატიულზე თუ რა თქმა უნდა ახლა ვერ ჩავიცმევ მაგრამ როდის ჩავიცვამ არ ვიცი მაგრამ ჩემ თავს პირდები რომ იმ კაბას აუცილებლად ჩავიცმევ აი ულამაზესი კაბა ასევე ჩამომიტანა ზედა ქვედა ბოლოა და ზედა პერანგია ხალხი ჭაობის ფერია ძალიან ლამაზია მაგრამ ხო იმ წონაში ვიცვამდი ამ წონაში მაგას ვერ ჩავიცვამ და კორპორატიულისთვის ეგ არ მინდა რომ დავიკლო მაინც არ მინდა ჰადედიკო კიდე არის სხვა კაბა ულამაზეს კაბები ჩამოიტანა დედა ჩემა
ხო და მოკლედ ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ჩავიცვათ. თავს უნდა დავფიქრდეთ რამე დაიჟათ. ნახოთ. თქვენ რა ფერის კაბებს ანიჭებთ უპირატესობას რესტორანი იქნება ეს თუ რა ვიცი ზოგადად ისეთ ადგილებს სადაც კაბა შეგიძლიათ რომ ჩაიცვათ სადაც იცეკვებთ კომფორტულად იქნებით მე მაგალითად გრძელ კაბაშიც ძალიან კომფორტულად ვარ და მუხლამდე მე ანუ ეს მოკლე კაბებს არ ვიცვამ არ მაქვს ლამაზი ფეხები ისეთი როგორც მომწონს სხვაზე და იცვამენ ამიტომ მოკლე კაბებს ესე არ ვიცვამ და არ ვიცვამდი ხოთ იმის რომ მეუბნებია რომ არა გაქვს ეგეთი ფეხები რომ არ იქა და ნუ მე არ მომწონს და თორე ისე მომწონს მოკლე კაბების ხოზე ესე ვაშტერდები ხოლმე მე მომწონს მუხლამდე არ მუხლს ცოტა ქვემოთ კაბები ქვედა ბოლოები ძალიან მომწონს იმდენად ლამაზია ჩემთვის აი ის რაც წინა კორპორატულზე მეცვა ეგრე იყო მუხლი ცოტა დაბლა და აი ძალიან კარგი იყო სხვათა შორის მაგ ფოტოზე სადმედო TikTok-ზე თუ ფოტოკოლაჟი მედო ვიღაცამ დამეწერა ის არისო გორგალივით ხარო თუ რაღაცა დაგვარია ხო გაჭედილი და ეგრე ნამდვილად არ ვიყავი და რატო დავიფსახურ ეგეთი უარყოფითი არის მაგრამ ხო უნდა გამოჩნდეს ვინმე ეგეთი მაგრამ გორგალი მე საქმე ხალხს ხო არა დეგენერატ შავი კაბა ამიტომ არ მინდა მოკლედ რა ვიცი რომ ბევრი ჩაიცვამს და არ მინდა ნახა ეგრე წითელსაც ჩაიცვამენ მაგრამ როგორც ყოველთვის შავი დომინანტი იქნება უეჭველი სავარაუდოდ როგორც ყოველთვის ქორწილებში ნათლობებში უფრო შავს ანიჭებენ ძალიან კარგია ნუ ზოგადად ჩემთვის შავი არის ძალიან ელეგანტურობა და აი ძალიან დახვეწ ძალიან მომწონს ოღონდ უბრალოდ შავი და ჯუხარკული კაბები არ მომწონს ეხლა რა პეპელა კაბები როა მომწონს ძალიან სადა კაბები თუ შენ თვითონ ბევრი დეტალით გახდი ამას მრავალფეროვანს მაგალითად ოქროსფერი მასიური ასე ვთქვათ სამკაულებით ხო რაღაცა ხო მრავალფეროვანი და გახადოს შენ შავი სადა კაბა ხო როცა არის მაგალითად მასიური ეს იქნება სამაჯური თუ საათი თუ ან დეტალები უნდა იყოს ესეთი დატვირთული რომ თვალში უიმედე და ჩაშავება არ გქონდეს რა შენ თვითონ არისო რაღაცა ისე ის კაბა რომელიც ულამაზესია და ოქროსფერი დეტალებით არის ამაში კლავში ძალიან ლამაზია მაგრამ არა ამ ეტაპზე არ მინდა ეგ რაღაცა კაბა მაქვს ერთი კიდე ძალიან ლამაზი ადრე მეცვა ჩემი დეიდაშვილის ქორწილის მეორე დღეს და თითქმის მაგ კაბაში ერთი ფოტო მაქვს და არც ვიცი სადა მაქვს ანუ ძალიან ლამაზი კაბაა რომელიც შევიძინე საბერძნეთში არა რა საბერძნეთში კაბა შევიძინე ქორწილის დღეს რაც მეცვა საბერძნეთში ეგ შევიძინე აქ ვაიკიკში სხვათა შორის რაღაც ფაზაკლება გქონდა და ძალიან მომეწონა და მაგ შევიძინე ძალიან კაი ხარისხი ხო და ეგ მინდოდა რომ ჩამეცვა მაგრამ რანაირად ვაწყდებით პრობლემას ხო და დამიწერეთ თქვენი საყვარელი ფერი რა ფერის სამოს ანიჭებთ უპირატესობას რა თქმა უნდა ჩანთები მაქვს მართლა იმდენი რომ რა ფერის კაბაც გინდა ჩაიცვი რა ფერის თმა გინდა რასაც გინდა რომ შეუხამო ხო ყველა ფერის ჩანთა მაქვს აი აქედან უმრავლესობას არც ვიყენებ თუ გამოვიყენებ წელიწადში ერთხელ მაგრამ უნდა მქონდეს ანუ ეს მანია მაქვს ჩანთების სერიოზულად ნუ ჩანთები ჩემი სისუსტე არის რაღაცები ისეთითაც აღარც მომწონს მაგრამ რამდენიმე ჩანთა მაგრამ რაღაც სამოგონებებს ვკავშირებ მაგალითად და ამიტომ ჩემთვის ძვირფასია და დიახაც ვინახავ რა
ზოგი მაგალითად საბერძნეთში ვიყიდე, ზოგი აქ მაჩუქეს, მაგრამ ძირითადად აი ჩანთების კუთხით ძირითადად საზღვარგარეთიდან მიგზავნია ხოლმე ჩანთებს, რო გითხრათ რომ აქ ბევრი ნაყიდი მაქვს, მოგატყუებთ, არა. ბევრი ნაყიდი ჩანთა აქ არ მაქვს. მე მახსოვს ერთხელ თქვენ დაკათვარიელებინეთ, აუ ძალიან დიდი ხნის წინ ოღონდ და როცა გამოვკეთდები და ადამიანს დავემსგავსები, თუ გნებავთ აუცილებლად გაჩვენებთ ჩემი ჩანთების კოლექციას. ოღონდ მართლა კოლექცია არის, იმდენია სიამოვნებით გაჩვენებთ თუ კი ეს გინდომებათ. კაბები ხო, ნუ კაბები ძალიან ბევრი მაქვს. მაგრამ აბა მიწევს რომ ვიყიდო, იმიტომ რომ წონაზე ვერ გადავეწყე. ერთი კაბა ახალ ხო, რომელიც შეგიძლია რომ საპატარსო კაბთაც ჩაიცვა. და სადმე ძალიან თუნდაც კორპორატიულზე ჩაიცვა, ძალიან გამოსასვლელი კაბა, აი ჭუკო, აგეთი კაბა. ოღონდ მაგ წონაზე დიდი ალბათობით მე ვერასოდეს ვერ დავალ, ისეთი ვიწროა. ანუ ძალიან დაბალი წონის ადამიანს რომ უნდა იცოს, არის ელეგანტური, თეთრია, რაღაცა ოქროსფერი დეტალებით, ნუ აი ულამაზეს. ეს სიამოვნებით ნებისმიერ წოებაზე რომ თვალს გამოგაყოლებენ ისეთი კაბა რა. ხა დავფიქრობ ხო არ გავყიდო. მაგრამ ჩემ ბედი რო ვიცი 2.5-ზე მეც არავინ არ გადამიხდის, მე ხო გიდი ბედი მაგ. ოქროს ფასი რო დავადო მეტყვიან რომ არ არის ოქრო. ეგ დიდებილი ბედი მაქვს და ვიღაცას მილიარდჯერო ეცვა და უკვე მოიხალისადა და დაადებენ ასლარს ეგრევე იყიდება. რავი რანაირად ხდება ეგ. ხო რაღაცა იქ უნდა გქონდეს იღბალი რა. ახლა და მაგას მე გაჩვენებთ ცეთი ლამაზი კაბა. მაგრამ ეგ ჩაცმული უნდა ნახოთ, იქნებ ვინმე ეგეთი გამხდარი ვიპოვო და ჩავაც, გადავყოფოთ. თქვენც ვერ სვამთ ხოლმე გაცების დროს იმას ყავას, აი როგორ სვამიცით, მინდა, მაგრამ არ მსიამოვნებს. მაგრამ ნახოთ. ფეხსაცმელს რა შეეხება. რაღაც ფეხსაცმელი ვნახე ადრე ვაგზალზე. უფრო შუზია. აი მე მიშვი. ხო რაღაცა ეგეთი. ლამაზის. მაშინ რომ უნდა მიყიდა მე შევწდი, მქონდა ფული იყიდე შვი. მე გამოვივლი ვიყიდე თქო. ვერ გავიარე მის მიერ. თუ მოხვდი იქით აუცილებლად ვიყიდი თუ ფეხს როგორი სტილი მე აღარ წავს აი რო დავინახო მივხვდები მაგრამ ხა ვეღარ ვიაზრე მე მგონი შუზებია ძალიან ლამაზი კი კაცო შუზია გამომაშტერა ის არის რა ქვია ნაჭერია ოღონდ აი მე ხალხო ფეხს უხდება ნებისმიერ კაბას რაც არ უნდა ჩაიცვა დროზე დააკვდება შავი ძალიან ლამაზია, აი ეგ რო გაცვია უკვე. ლამაზი ხარ. შეგიძლია მარტო ფეხები შეყარო იმაში რა ქვია რესტორანში. ხო და მე გმინდა რომ ვიყიდო. მოკედნელა მზადება უნდა დავიწყო რა, ერთი სიტყვით რო გითხრათ. ოღონდ ჯერ ფეხს უნდა დავდგეთ. ასე წაქცეული ვერაფერს ვერ ვიზავ და პირველი რაც უნდა ვქნა იმუნიტეტის სწავლები მივეყაროთ. რომ ვირუსებს ვებრძოლოთ და იგივეს გირჩევთ თქვენს. ეხლა მე წავედი. თუ არ დავწექი უგრძნობ რომ უკვე ასე წავედი. სისტემ შემომიტია სავარაუდოდ სიცხე მიწევს ისე. დიდი მადლობა რომ ახლა ერთი ათწუთიამდე გავარდაფიქრობ თქვენ ხუთით მეყავასთან რომ ვიყავს ფიქრი. აჰა, აი დუღეთ ყავა დასხედით. თქვენთვის ამაკ ერთი ამბავი. რა ქვია გოგო იმას ვეწკება რომ მოიგონდეს ღმერთო მაღალ. უხონდა მაგათ არამე მოაფიქრები და ისე რომ ვერ დავიმახსოვრო რა ქვია გოგო. ლავისთვე ხო იცით რა ჯახ იქ არის. აი შედით. მაგარი საჩუქჩუქო ამბავი მაქვს. ახლა ჩვენში და ისეთი 7 წელია ვიფიქრე რომ ზივარ და ასე ვდარდობ თანა რომ მოვყვე არ მოვყვე მოვყვე არ მოვყვე. ისე თქვენ რატო არ უნდა მოვყვე.
ხა ისე რომ თქვა რატო უნდა მოხდა ისე რომ თქვა რატო უნდა მოხდა ახლა ადრე ვიყავი ძალიან ტრენდი და მოწიფული გოგო ხალხო მაშინ ბალღი ვიყავი ხალხო 16 არა 16 წელი ნახევრის ვიყავი მახსოვს ჟურნალში მაგ ჩაწერილი ხო მოვწონდი გჯიტა კაცს ხო რა კაცი ყორი ფეხი ქონდა ხო გჯიტა კაცს და ბაში ვიყავი ხალხო ვარდი აი გოგო ჯერ ახლა ხო ვარ და თქვენ უნდა გენახეთ მაშინ და რა ვიყავი ეს საინსანი ტრენდია და გამიკეთე მოდაშია მე ყვიტი მოდასაკიდებული ქალი რო აჰა ახლა თქვენაც ვეკიდებით მე რატო ვერ გავეკიდები ხო ძალიან ლამაზი ვარ ხო და მოვწონდი მაშინაში ხო რო დარეკავდა გუდუკი ალო რეკავდა ალო და მე არა მეხო ვერ მდგის ნაგავი ქალო ვისთან რეკავს ქალო ახლა მაშინაში კი არ ვფიქრობდი ეგრე რა აწყობა მაგრამ ახლა რო ვფიქრობ მაშინაც ესე ვიტყოდი რა ესე ვიფიქრებ ხო გაგიჟდა დედაჩიმი ქალო ვინ არაკავს ხმას რო არ იღებს არ ვიცი დიდი ვეუდები ხა როგორ არ ვიცოდი მითხრა რომ გიჟვანოკებ ხმა გამაგონეო და მე უთხარი ისანი ჩემი ბავშვობითა მე უთხარი და გუწრფელობითა ხო იცოდე მეთქი რო ჭკვიანათა მოიქიცი მე უთხარი ხო რო დარეკავ და ხმა არა მოიღო მე უთხარი ხო არ არის ხა ტრენდული რატო უნდა მოიღო ხმა გაფიცით მამიტაშვილები ხო მამიტაშვილები ვიცაც არაკავ არის დედულ დარცბი არა ხო და ერთხელა მითხრა რომ ისანი გაგაცილებო გზაში გაგაცილებო და ხა ვიდოჩის რა თუ რა გავეცილებდი ვიჩი ბასტიბუა და ხო კაი მე უთხარი ახლა ჭირსა წაუღი ხარ მე უთხარი ხო ისანი შავიცი ქუსლებზე აჰა ამ ხალა ქუსლზე მეჩვა მაინც არა ტრენდულად ხო და მისანი გოგობდი მაგრამ გოგუნებდი ხო ისანი მივდიოდი და ქალაქი მომდევდა ხო რა ლაბაზი ვიყავი ხალხო აი თვალსა ჯერ ხა ხო შველი ვითავა და მე უნდა გენახეთ თქვენ ადრე როგორი ვიყავი ისარი ვარდის ბუკეტი ვიყავი არა აუცილებელი ხა დაიმოღო ზოგიერთები მაგრამ არა უშავს ვიდატიტა იყავი და არა უშავს ხა ყველა ვარდი ხوار იქნებოდი ხო გავართ გაჩერებაზე ხიდა უკანა მოცულობს არ მიმჩნევ ახლა ნუ დააშტედებით ხოლმე კაცებს აიგრებ არ მიმჩნევ ვიცოდი რომ უნდა გავეცილებინე ახლა როგორ გამიგეთავდა რომ ახლოს მოსუყო დათხრეთი თვალებს ხო დავდგავარ შველივით ქალი ელოდები გაჩერებას უკვე ვატყობ რომ უნდა მოვიდეს რა ავტობუსი ხო და რას ავხედავ მოდის ავტობუსი და იმის გული ბაგ მესმის გაჩერებაზე მესმის გულის ხმა ხო და მივდივარ აი ტრენდული სახით მივცუნსულებ უნდა ავიდე ავტობუსში ხო და სისხლი ვარ და ავტომესმის ხაჭ თალებს ამოგთხარ მე უთხარ გაგოშენი ხმა შუბათა გამომეკიდე მე უთხარი უკანა ხო რა მეთქი მომაქცია უნატრემა მაინც ადრე ხო იყო შუქები რო არ იყო წყალი არ იყო არაფერი არ იყო ახლა მარტო ორფეხები დავჯორდი და არაფერი არ იყო ეგეთი დრო იყო რა შვიდა ხო მე უთხარი ისე იარე ხო სულ თქვა არ გავიგო მე უთხარი კარგიო ავდივარ უნდა ავდგა ფეხი და და რაღაცა კაცის ხლივი გძენი ქალო და მე და მე ვარ და გაჟონო მომაბრუნე ცალი თვალი უკან ვისტადე ხელი შენა გაუმიოთხე ტყლაშანი გადადენინე მარჯვენა ხელით რაიღო დუდიო მე ვარო მეთქი არ დაიცეს და ხელი შეგაშველო გაწიეთ ხელები მე უთხარი სწორათა გამიგეთხავ ხო მაგრამ რატო უნდა მოეკიდა ხელი ვინ არის ვიჩები ბასტიბუბუ ხარ ხო მე რა რომ მაცილებ უნდა გავაცილო მე ქუდოდივა მაგრამ შენ რატომ კიდე ხელს ხო და აი თვალი დავულურჯე გაჭრე მე უთხარი უკანა ხელები თუ დაგალურჯე უთხე ჯალოდობა არ მოხარ ხალხო მაგრამ ვინ ახარ რატომ ეხება ხო რა უფლებაზე ამომასხა ხო თანა ახლა გულში ფიქრობ რა ერთი ხელია დაევლო რომ არ დავცემულიყავი მაგას უჩვენებდი სერის ხო ქვაზე არ დავტოვდი ისე გამოვლაძყავდი ხო თანა ისამდი და თანა ისა რა უჩნაური ხალი ვარ ჯაქნა ახლა ასეთი ვარ ხო დოდიო ეგ რა გამიკეთეო აი თვალი და ზის სისხლი მეორეშიც არის იმას აქვთ და უთხრი რა ჩაგაფრინდები ახლა მე უთხრი მე უთხრი გავიდა დრო ხო და დავებშვიდობ დასვიდანე მე უთხარი შედგენა ფილერ გამო არისო ახლა რა არისო ვიღაცა გაჩილებისთვისა კარგი იყო გააჩილე მოაჩილე მაგრამ
იზერ უკვე არაფერი არ იყო ერთი ხალხო დავით ხა კაცო მაიმუნსა უნდა გავდეს რომ არა ანუ ცოტათი უკეთესი უნდა იყოს მაგრამ მაიმუნი ძრო არ იყო დაგძრას გადაღმე თუ აღალო ხო და მე ვთხარი გადაცვალე სხვა გზა მოძებნე დავემშვიდობე თორმე აუცია სიცხე დასჭირდა ნემსები მოათავსეს კლინიკაში დაეცა იფარტყალა 8 წელი დამირეკა დედამისმა შვილო ოღონდ ჩემი შვილი არ მიატო ნახე გონებო უკდება ხალ მოკუდა თუ უკდება მე თქო არ გადამიყვარო ახლა ბატონო მოკუდეს ჩემს გამოვიმე ხო და მივედი კლინიკაში რაჭის მევხარი დედა ჩემი მაჩილა რა ბატონო ხარ მივიდოდი კალო ხო მე ვთხარი კლასელია ცუდად და გამომკლევი ხო და რაჭის მე ვთხარი ბიჭო რაჭის შენი სიყოლთა დავიწიო შეგახარებას მე ვთხარი ახლა მეწყალი აქ არ მაქვს მოგასხა დაწყნათ დავშვიდი მე ვთხარი მე ჯერა ვარ ბალ უნდა ვისწავლო დაგელოდები 28 წელი შეგახარებას მე ვთხარი შედაბელობდი მე დაგელოდები მე ვთხარი სიკუდირად მიდოდა ახლა გაფიცეთ მამი დასულებს მაიმუნი ჯობდა ხარ რო შეხედავდი ნისანი ქონება ცხოვრება მქონდა მაგრამ არისო რა მარიფათი არა ხოდა რა ვიცი რაღაცა ჟღარი ხო და თან რაღაცა უიღბლო არდი რაღაცნაირი იყო ახლა სხვათაშორის მილიონერი დავიჭყვას ადამქონდა მაგრამ რა ვიცი ხო და ისაა აკვე დავემშვიდობე ასე იცოდეთ ხელი არ მოაკიდები თუ დარავისა ასე მარტო აქ ჭხილზე მოაკიდები და ვინმესაც უნდა გაცილება და წყლაშენი გაადენინეთ მის მერე ხალხო ავტობუსში რო ავდივარ ხო სულის ბედული მახსენდება მაგრამ რა დავეწე ახლა ეგეთი სულელია აჰა წავედი ერთი ისტორია მოვყევი თქვენც მომიყევით გელოდებით და წერეთ კომენტარებში როგორ გამოვიყურებ დამაკუთა ის ამძივი დამაკუთა